ქართველთა ლაშქრობა ირანში. 1208 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში არდებილის სულთანი თავისი რჩეული ლაშქრით საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა. მტრები ჩუმად და ფრთხილად გადაადგილდებოდნენ, სანამ ქვეყნის სიღრმეში არ შევიდნენ და ქალაქ ანის არ მიადგნენ. სულთანმა კარგად იცოდა, რომ წლის ამ დროს ანისი ყველაზე დაუცველი იყო. აღდგომა დღეს ქალაქის კარები დილა-ადრიანად იღებოდა და მოსახლეობის ქრისტიანი ნაწილი სალოცავად ეკლესიებში იყვნენ. გარიშრაჟზე, როდესაც ქალაქის კარები გაიღო, სულთანის ჯარები გრიგალივით შეიჭრნენ ქალაქში და უმოწყალოდ გაუსწორდნენ მოსახლეობას. როგორც მემატიანე გვამცნობს, 12,000 კაცი მარტო ეკლესიებში დახოცეს. მტერმა დაარბია და მოაოხრა ანისი, გაძარცვა მისი ქონება და იმავე დღეს უამრავი ტყვითა და ალაფით დატვირთული თავის სამფლობელოში დაბრუნდა. ანისის ტრაგედიამ შეძრა და აღაშფოთა საქართველოს სამეფო კარი. დარბაზმა მყისვე მიიღო საპასუხო ზომები. სადამსჯელო ლაშქრობის თარიღად მაჰმადიანთა დიდ დღესასწაულს დაამთხვიეს. იმავე წელს ქართული მხედრობა ძმები მხარგრძელების მეთაურობით არდებილის სასულთნოში შეიჭრა და ქალაქი პირველივე იერიშით აიღო. ქართველთა შურისძიებამ არდებილი იმავე გზით მოაოხრა, როგორც სულთანის ჯარებმა ანისი. თავად სულთანი ქალაქის კარიბჭესთან სიკვდილით დასაჯეს. მისი ცოლშვილი და ოჯახის წევრები ტყვედ იქნენ აყვანილნი. ასე გასცეს ქართველებმა მტერს საკადრისი პასუხი ანიშში ჩადენილი სიმხეცისათვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. არდებილის აღებამ, გარდა იმისა, რომ ჩვენი მტერმოყვარე დაარწმუნა ქართველთა უძლეველობაში, თავად ქართველებსაც განუმტკიცა რწმენა, რომ მათი დამმარცხებელი მაშინდელ ახლო აღმოსავლეთში არავინ იყო და გათამამებულებმა მთელი ირანის დალაშქვრა მოიწადინეს.